აგერა ხედავ ამ შენობას, აი ამ ეზოში დავიბადე, გავიზარდე. მამა ჩემი მუშაობდა, აი აქ ასე პატარა პირსი იყო, სადაც შიდა დანიშნულების პატარა გემები იდგენ. ხო და მათ შორის სალოცმანო კატარღა, რომელსაც მამა ჩემი მუშაობდა. მივირბენდი მამასთან. მამას მივყავდი შიდა აკვატორიაში, თან დავყავდი ხოლმე. ხო და როცა რეიძე უწევდა გემის მიღება, დამტოვებდა აი ამ მწვანე მდელოზე პირველი ნავმისადგომია იგი. საინტერესო იყო ჩემთვის იქ პატარა აქვია შენობები იყო, რაღაცები იყო, ხო? სანამ მოვიდო და იქ ვიყავი, მე გამომიჯერდა, ავიყვან და ვერცად ვერ გავიქცეოდი, აი ესეთი ადგილია. და აი ასეთნაირად ბავშვობა მაქვს მთლიანად აქ გატარებული. გემზე ნაპირში, აქ დედაჩემიც აქ მუშაობდა. მე მქვია ნინო, გვარად ვარ რამიშვილი. ნავსადგურში მოვედი სამუშაოდ 1999 წელს. ვარ ეკონომისტ, ანალიტიკოსი მოსლის დღიდან, სადღაც 32 წელი გამომდის. სურვილი ყოველთვის მქონდა, რომ ნავსადგურში მოვსულიყავი, იმიტომ რომ ნავსადგური ჩემი მეორე ოჯახი იყო. მე აქ არ დავბადებულ ვარ აი ამ შენობაში, ამ ტერიტორიაზე, თორემ მე ამ ტერიტორიაზე გავიზარდე. ბევრი შანსი იყო წასვლის, პროფესია, სპეციალობა, ასე შემდეგ. იძლეოდა მაგის საშუალება, მაგრამ მაინც მიჯაჭვულობას იწვევს ის, რაც გამომუშავებული გაქვს. თვალდახუჭული რომ შეგიძლია სამსახურში მისვლა. ყველაფერი ჩემია აქ, ვიცი, ყველა ქვა, სად რადევს, როგორ მუშაობს. ჩემი ძირითადი საქმიანობაა, რომ გავაანალიზო ყველაფერი, რაც ხდება ნავსადგურში დაწყებული სანავსადგურო გემებიდან, აი ამ კრანების მუშაობით, სატვირთო სამუშაოების მუშაობით. გამომყავს სარეკომენდაციო ტარიფები, გამომყავს თვითღირებულებები და გადაწყვეტილების მისაღებად ვაწვევ კომერციულ განყოფილებას, რომ თქვათ, აი რამდენად მომგებიანია ეს ტვირთი, რამდენად მომგებიანია ესეთი ტექნოლოგია. ესეთ ანალიზებს ვაკეთებ და ვაწვდი ხელმძღვანელობას მენეჯერული გადაწყვეტილების გამოსატანად. ყველა გემზე ვარ ასული, ყველა გემის მუშაობას ვიცნობ, ვალდებული ვარ ვიცოდე, იმიტომ რომ მათი ხარჯებით რო გავთვალო, უნდა ვიცოდე ყველა წვეთი, ზეთი და დიზელი რამდენს მოიხმართ, რომლის მერე მუშაობს და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო საქმე მაქვს. იმიტომ რომ ყველა დღე და ერთნაირი არ არის. და ყოველთვის სჭირდება ფანტაზია. ეხლა მე მითხრეს, რომ შეიძლება იყოს საუბარიო, აი ქალთა როლზეო, საზღვაო საქმეშიო, ხო? და ძალიან დამაინტერესა მაგ თემა. ვიფიქრე ახლა რით იქნება კარგი ქალების მუშაობაზე, არსებობაზე საზღვაო საქმეში და გამახსენდა ის, რომ ქალს აქვს პრიზმული ხედვა სიტუაციის. მამაკაცს სწორხაზოვანი. პრიზმული ხედვა იძლევა ანალიტიკის ისეთ საშუალებას, რომ შეიძლება არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო. ეს იქნება ქალების ყველაზე დიდი შენატანი ყველა საქმის განვითარებაში. ძალიან კარგი რამეა. მით უმეტეს ზღვაში. ეხლა მეზღვაურის ყოფილი კაპიტნის შვილი გახდა კაპიტანი. ნავთიალაბაძე. მამამისი დაიღუპა ზღვაში. არ გამკვირვებია. არაჩვეულებრივი კაპიტანი იქნება. არაჩვეულებრივი. ჩვენი თათბირები მარტო მამაკაცები რო არის, ის თათბირი არის კატასტროფა. როცა ქალი ზის იქა, უფრო მოფიქრებული, უფრო დაბალანსებული, უფრო ისეთი, აქვია, უფრო მოწიწებითი ურთიერთობა არის თუნდაც და სხვა შედეგი იდება. როცა ქალია იმ თათბირზე. არ უნდოდა მამა ჩემს ბორჩი მოსვლა, აი აქ რომ სამუშაოდ მოხვიდე,
ძალიან ძლიერი უნდა იყო იმისათვის, რომ გაუძლო ყველაფერი მას. ეს იყო ორგანიზაცია, რომელიც დახურული ორგანიზაცია თითლებოდა, აქტიურელი განყოფილება ეჭდა, ანუ კაკებეს წარმომადგენელი. პრინციპი სულ ყველა გაშიფრული იყო, ვინსად დადის, ვის ელაპარაკება, რას ელაპარაკება, ერთი ასმენდა მეორეს ისა და აი დაძაბული ურთიერთობები იყო თანამშრომლებს შორის. მე ახლა ამას ამხედავ და ძალიან მიხარია, იცით? ძალიან კარგი ჯანსაღი გარემო.